ჩვენს კითხვებს. საინტერესოა თუ გქონდათ საუბარი ვინმესთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს გულისხმობ გამოძიების მიმდინარეობაზე, რადგან თქვენ ხართ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გაირკვეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა, თუმცა ძალიან დრო არის უკვე საკმარისი გასული და ჩვენ ჯერჯერობით ისიც კი არ მოგვისმენია პროკურატურამ ეს ჩანაწერები ექსპერტიზაზე გაგზავნა თუ არა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი შესაძლებლობისათვის, იმიტომ რომ როგორც წესი, მხოლოდ პირდაპირ ეთერი არის ის საშუალება, როდესაც შენი პოზიცია მთლიანობაში შეიგიძლია დააფიქსირო და ეგრეთ წოდებული ეს ჩართვები ხანდახან გარკვეული შეფერილობის მიცემის შესაძლებლობას იძლევა ხოლმე და ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო თუ რა შემდგომარეობს ჩემი პოზიცია. ცხადია დიალოგი არის უმრავლესობის წევრებთან, იმიტომ რომ ჩვენ ზიანდებით ძალიან ამ პროცესისგან. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ადამიანი პირდაპირ კავშირში არ არის დღეს, ეს პროცესები, როგორც დილის კომენტარში ვთქვი, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმდინარეობდა და თუ ეს დადასტურდება და ახლა აქ ხაზი უნდა გაუსვათ ამას, რომ აუთენტურობა დასადგენია და ასე შემდეგ, მაგრამ ის რასაც ჩვენ ტელევიზიით ვისმენთ, ეს პრინციპში შეუსაბამობაშია კი არა, არ ვიცი, სიტყვის მოძებნაც კი ძალიან ძნელია. იმასთან დაკავშირებით რა რეაქცია შეიძლება ქონდეს ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც ამ გუნდის წევრად გრძნობ თავს და მე მხოლოდ ეს გამოვთქვი, ნამდვილად ვერ ვხედავ ჩემ თავს, შემიძლია გავიმეორო, თუ დადასტურდება ის, რომ ასეთი ხარისხის ეწოლას ჰქონდა ეკონომიკურ მოთამაშეებზე ადგილი. მე ეკონომიკის პოლიტიკაზე ზრუნვა ჩამაბარეს, ამიტომ ჩემთვის სასამართლოს თემა ისევე როგორც საგარეო პოლიტიკა სხვათა შორის არის გადამწყვეტი, რომელიც ზემოქმედებს იმ ხარისხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენთან ეკონომიკა. ჩვენ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ დილნე საღამომდე და ეს პოტენციური ინვესტორები სწორედ ასეთი ტიპის თემებს აქცევენ ყურადღებას, არავინ არ ჩადის ხოლმე სამწუხაროდ დეტალებში. ეს არის მთელი უბედურება ამ ყველაფრის ზედაპირზე, რაც ჩანს, ხშირად ამით სარგებლობენ და მერე წლები ჭირდება იმ ნეგატივის გატანას დაუშვათ სხვადასხვა ადამიანების შემეცნებიდან, რომელიც შეიძლება დარჩეს ასეთი ტიპის ამ დონეზე აგორებული თემებით. გასაგებია, რომ ვიღაც პოლიტიკურად სარგებლობს, გასაგებია, რომ ვიღაც ხელს ითხოვს, ყველაფერი გასაგებია და საზოგადოებას სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი უნარი აქვს, რაც აი მე ყოველთვის მიგვირდა. შეიძლება ბევრი რამე არ ესმოდეს ადამიანებს შინაარსში ვერ შემოყვან, მაგრამ ისინი არასოდეს არ ცდებიან мотиваციაში. ისეთი ყოველთვის ზუსტად ხვდებიან რა გალაპარაკებს. შეიძლება ვერ მიხვდე რას ლაპარაკობ, მაგრამ რა გალაპარაკებს, ამაში როგორც წესი შეცდომას არ უშვებენ. ბატონო, თქვენი დამოკიდებულება დღეს ამ ჩანაწერების მიმართ როგორი არის? თქვენ იცნობთ, არ ვიცი მე იცნობთ თუ არა უბრალოდ ლევან ყიფიანს ან ამ ჩანაწერების სხვა ფიგურანტებს, თუმცა თქვენი შინაგანი რწმენა როგორი არის? არის თუ არა ეს ჩანაწერები, თქვათ, სიტუაციის შესაბამისი? ან ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მსგავს პროცესზე, რომელიც მიდიოდა კონკრეტულ კომპანიებთან მიმართებაში? რა იცით თქვენ დამატებით და საინტერესოა გამოძიების მიდგომას და პოზიციას როგორ აფასებთ დღეს? ჩვენ ჯერ არ ვიცით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პროკურატურამ ეს ჩანაწერები გაგზავნა თუ არ გაგზავნა იმის ექსპერტიზაზე და თქვენ ამბობთ, რომ ყველაზე მეტად ეს ხელისუფლებას აზიანებს. რა თქმა უნდა, იცით, ახლა პოზიცია ყალიბდება მაშინ, როდესაც ჩვენ გაქვს სრულყოფილი ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში პოზიცია არის ზედაპირული. ახლა ჩემი პოზიციაც არის ჩამოყალიბებული, წინასწარი ეს პოზიცია ზედაპირულია, იქიდან გამომდინარე სრულყოფილი ინფორმაცია არ მაქვს. მე ამ დილით სასამართლოს თემასაც შევეხე და ამას მინდა ხაზგასმით დაუბრუნდე, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებითაც ახლა კოლეგები შემეხმიანენ და მინდა ვთქვა. ეხლა ვინც ვერ ხედავს გაუმჯობესებას სასამართლო პროცესში ბოლო წლების განმავლობაში, ეს კიდე ცალკე პრობლემაა, მე მგონი ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგეთ წინ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედათ, არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოებაში იყოს იმ ხარისხის ნდობა სასამართლოს მიმართ, რომ ჩვენ აი სასამართლომდე მისასვლელი პროცესებისადმი ასეთი ინტერესი იმიტომ გვიჩნდება, ზუსტად რომ ჩვენ უნდა მივიდეთ იმ საზოგადოებამდე, როდესაც ჩვენ დაველოდებით ყველანი ერთად სასამართლოს და გვექნება ძალიან მაღალი ხარისხის ინტერესი, რომ სასამართლო რასაც იტყვის, იქ ეჭვის პროცედი ძალიან მინიმალური. დღეს ვართ ამ დონეზე, ბატონო, ამ პერიოდში, რომელიც ჩვენ გავიარეთ
თუ შეიძლება დავასრულებთ მნიშვნელოვანი ეს. მეორე თემა ამ პერიოდში, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ამ ადამიანის რესურსებით, ამ გამოწვევებით შეიძლებოდა თუ არა სასამართლოს ამ ხარისხზე და ამ დონემდე მიყვანა. მე მგონია, რომ ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო, ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ გამოწვევა მაინც რჩება. გავიდეთ საზოგადოებაში და ვკითხოთ, არის თუ არა სასამართლოს მიმართ დღეს იმ ხარისხის სტანდარტიდან დობა, როგორც ეს ყველა ჩვენთანაც გვინდა. ხა ჩვენ თუ აქ რაღაც როლს ვითამაშებთ, მე მგონი ეს არავის არ ჭირდება და სხვა შორის საქართველოში საზოგადოებას გაცილებით მეტი ხარისხი აქვს გაგიგოს შეცდომები, როდესაც მას პირდაპირ ელაპარაკები, ვიდრე რაღაც დაზეპირებული ფრაზებით უვაწონებას თავი. ამიტომ დიდი პროგრესი გვაქვს ჩვენ აქ, მაგრამ გამოწვევები ძალიან დიდი. ამიტომ ყველა ასეთი кейსი, ყველა ასეთი თემა, რომელიც რაღაც შუალედურ პროცესში ვაკვირდებით ჩვენ მაგას, იმის გამო რომ საბოლოო ინსტანციის მიმართ ჯერ არ ჩამოყალიბდა ის უზენაესობის გაგება, რომელიც უნდა იყოს, ამიტომ გვიჩნდება ინტერესი. ხა თქვენ ჩემთან ეძებთ შეკითხვებს, პროკურატურასთან ეძებთ, იმ საქმეზე ლოგიკურია, თქვენ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ბოლოს გინდათ ყველაფერი იყოს აბსოლუტურად ნათელი. ჩვენ ინტერესი ეს შედის, რომ ბოლოს ყველაფერი იყოს აბსოლუტურად ნათელი. ხა ჯერა თუ არა ამის მე ადამიანებს ვიცნობდი, ხა ბევრს ვიცნობდი, ზოგიერთს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ის რაც თქვი დილას ის არის, მე მოვედი ამ გუნდში, იმიტომ რომ ჯეროდა რომ ღირებულებითი თანხმედრა იყო ჩემი იმ ღირებულებებთან, რითაც ესენი 2012 წელს მოვიდნენ. ირაკლი კობახიძე იყო ის ადამიანი, ვინც პირველად დაველაპარაკე მე და რო არ მქონოდა წვენა იმის რომ მას იმ ღირებულებით უნდა ამ ქვეყნის მართვა, როგორითაც მე ცხადი აქ არ ვიქნებოდი, მას კიდევ წინა აქვს ჩემი აზრით გაცილებით უკეთ დაანახოს საკუთარი პოტენციალი საზოგადოებას, ვიდრე აქამდე ამ ღირებულებებში დღეს ხომ არ ხედავთ რაღაც აცდენას, რომელიც თქვა თქვენი ქართული ოცნებაში მისვლის პერიოდში იყო და დღეს ჩამოყალიბდა მართლ გუნდში. ხედავთ თუ არა რაღაც სხვაობას, თქვათ იგივე ლიდერების განცხადება. მე დავინახავ ამ სხვაობას. თქვენ ამბობთ რომ გაინტერესებთ ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა, არის პროკურატურის მიმართ ინტერესი, აჩნდება ლოგიკური კითხვები და თქვენ ითხოვთ ამ კითხვებზე პასუხს, მაშინ როცა ჩვენ ხელისუფლების ლიდერებისგან და თქვენი გუნდის ლიდერებისგან გვესმის განცხადებები, რომ ხელისუფლება ამასთან კავშირში საერთოდ არ არის. კალაძე მაშინ გუშინ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რას მიედმოედებითო და ის არ ამბობდა, რომ თქვათ მოусმინოთ პროკურატურას და ის ამბობდა, რომ რა შუაშია ამ ჩანაწერებთან საერთოდ ხელისუფლება. მე ჩემი კოლეგების კომენტირებისგან როგორც წესი თავს ვიკავებ. არა, მე მაინტერესებს ხომ არ მოხდათო ღირებულებებში რაღაც აცდენა. იცით ახლა 100%-იანი თანხმედრა პარტიისა და თანაგუნდელებს შორის კი არა, ოჯახის წევრებს შორის არ ხდება და რა თქმა უნდა გარკვეული ცვლილებები არის, მაგრამ როდესაც ეს გარკვეულ ზღვარს თუ მიაღწევს, მე პირველი ვიქნებ, ვინც ამის შესახებ ვიტყვი და სწორედ ქართული ოცნების პირობებში შეიქმნა სხვადასხვა ის მოცემულობაც, როდესაც ამის თქმა შენ ღიად შეგიძლია ის პოზიცია, რასაც მე ვაფიქსირებ, ეს ქართული ოცნების დამსახურება სხვადასხვა რაღაცას მინდა რომ დამსახურებულად ხაზი გაუსვათ და მე ღია ვარ და არავითარი შეზღუდულობა არ მაქვს მე ამ ჩემი კრიტიკული თუ განსხვავებული აზრის გამოსათქმე და თუნდაც ჩემი თანაგუნდელების სხვადასხვა პოზიციების მიმართ. ახლა ბატონი კახის განცხადება მე არ მომისმენია, არ ვიცი რა კონტექსტში კითხა მას ჟურნალისტმა ეს, მაგრამ ერთი თემა მე არ ვეთანხმები ხელისუფლების ლიდერების მხრიდან ამ ჩანაწერებთან კავშირზე იყო საუბარი, ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა, რა კავშირი ჰქონდათ ხელისუფლების ალბათ ჩემი აზრით ბატონ აკაკი ალბათ ჩემი აზრით საუბარი იყო იმაზე, რომ ის პირები, ვინც მოქმედებენ ამჟამად არიან თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ გაგებით ალბათ არ ეხება, მაგრამ ჩემი აზრით ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით ყოფნის პერიოდში და მანამდეც რაც ხდება, ჩვენ ირიბით თუ პირდაპირ პასუხისმგებლობა ყველაფერზე გვაქვს და მე ამ პასუხისმგებლობით ვზნობ ჩემ თავს, ამ პასუხისმგებლობით ასე უყურებ ამ ყველაფერს. ეხლა მე მინდა რომ ამაში დავარწმუნოთ ჩემი კოლეგებიც. ეხლა პირდაპირია ეს ირიბი მე სუბიექტურად ჩვენ ვინმე ჩართული იყო, არ ყველა სხვა თემებია, მაგრამ აბა ვინ არის პასუხისმგებელი? ახლა სხვადასხვა პროცესებსაც ახლა დრო არ არის რომ შევეხოთ, მაგრამ მე განცდა ასეთი მაქვს. ამ ქვეყანაში რაც მოხდება, ყველაფერი ჩვენი პასუხისმგებლობაა თლიანობაში, მაგრამ მე საზოგადოება გაარჩევს თვითონ ჩვენ ობიექტურად ვიყავით ამაში ჩართული თუ არ ვიყავით და შემდეგ არჩევნებზე ის ან გაითვალისწინებს, ან არ გაითვალისწინებს. გაგებით მოიკიდება, ან არ მოიკიდება იმ განუხორციელებელ მიზნებს თუ შეუსრულება თუ დაპირება გამოძიება, რომელიც დაიწყო ამ საკითხზე და ჯერ ვერაფერს ბევრს ვერ გვეუბნება. თქვენ პირადად მოგწონთ თუ არა აი ეს ტემპი, რომლითაც მიდის გამოძიება და როგორც აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას პროკურატურა აი ამ ძალიან დიდი ინტერესის თემაზე.
საერთოდ პროკურატურის ტემპი ნამდვილად არ მოწონს არა მარტო ამ საქმეში, ეხლა არ მინდა გადავიდე სხვა თემაზე, მაგრამ სარალიდის თემაც ესეთი აქტუალურია დღეს და ტემპი არაფერში არ მომწონს და მე მგონი არ ჩვენი კოლეგებს არ მოგწონთ, აქ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ეხლა კრიტიკული იყო ძალიან ადვილია. მაგრამ მაშინ შენ ყველა ობიექტური მიზეზი უნდა იცოდე, რაც ამ ტემპის შენელებას იწვევს. შესაძლოა მე რაღაც არ ვიცი და მეც რომ მათ ადგილას ყოფილიყავი, იქნებ ვერც მე დამეჩქარებინა ეს ტემპი, მაგრამ ერთი შეხედვით, როგორც მოქალაქე უნდა უყურებდეს ამას და აქ უფლება მოქალაქეს მეტი ტემპი მოითხოვოს სიცხადის შემოსვლის და ამ თემაში ცხადია, მე ვერ გავემიჯნები ასეთ მოქალაქეებს და სხვა პოზიციაზე ვერ ვიქნები. არ მომწონს ტემპი, უფრო მალე უნდა დადგეს პასუხი ასეთ მძიმე საკითხებზე, როდესაც საკითხი ეხება შენს ფუნდამენტალურ ღირებულებებს, რომლითაც შენ მოხვედი, რომლითაც შენ თავს დაწონებდი შენს ამომრჩევებს და რომლითაც დღესაც თავს იწონებდი და გინდა შენ საპრეზიდენტო კანდიდატს თუ ნებისმიერ სხვა შენს არჩევანში მხარდაჭერა მოითხოვო შენი ამომრჩევლობისაგან. იმ ღირებულებას ეხება ეს საქმე. ეს არ არის ერთ-ერთი მიმდინარე რაღაც საკითხი, სადაც შეიძლება თქვა, რომ დაველოდოთ და ვნახოთ, იქ რაღაც გამოჩნდება. თავარი საკითხია და ამიტომ ჩქარა უნდა მოხდეს ეს ამბები. და რატომ არ ხდება ჩქარა? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ეს კითხვა არ დაუსვით პარლამენტის თავმჯდომარე, ესე ვთქვათ, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს ხომ არ მიმართეთ? რატომ არ ხდება ჩქარა? მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, ჩემი აზრით, ეხა ყველა მაპატიოს, მაგრამ ალბათ კომპეტენციის საკითხი რაღაც პროცენტით აქ მონაწილეობს ეხლა. არც მე ვარ სრულყოფილების განსახიერება ჩემს საქმიანობაში, იქ ჩვენ ყველას წინ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები, ალბათ იქაც ძალიან ბევრი ისეთი პრობლემები, რომელიც მე არ ვიცი, მაგრამ არის ალბათ კომპეტენციების საკითხი, ეხა არ შემიძლია დავადანაშაულო ადამიანი, რომ აქ არის პოლიტიკური დაინტერესება, როცა კონკრეტული მტკიცებულება ამის არ მაქვს. რომ კონდეს ნამდვილად ვიტყოდი, იმიტომ რომ თუმცა ეჭვებს ხომ არ გიღრმავებთ აი სწორედ გამოძიების ტემპი, რომელიც ახსენეთ რომ არ მოგწონთ. ეს ეჭვებს არ აღრმავებს თქვენი აზრით, როდესაც იწელება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მინიმუმ იმის თქმა მაინც ჩანაწერი ავთენტურია თუ არა. საერთოდ მოდით რა თქმა უნდა, ეხა ასეთ დროს სულ ორი მოსაზრება მოდის ადამიანს თავში, ხო? ერთი რომ ან არსებობს ობიექტური მიზეზები, ან არსებობს სუბიექტური მიზეზები. მესამე ალტერნატივა არც არის აქ. ეხლა ცალსახად ვერცეც ვერ იტყვი. პირველ შემთხვევაში კომპეტენციების ნაწილში სამწუხაროდ წინა გამოცდილებებმა მაჩვენა მე რომ კომპეტენციების ნაწილში ჩემი აზრით არსებობს იქ პროკურატურაში ეს გამოწვევები და უფრო მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები და უფრო მეტი ეფექტურობის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ ალბათ იქ, თუმცა ვიმეორებ შესაძლოა მე ყველა გამოწვევა იქ არ ვიცი და რაღაც ხარისხით უსამართლო იყო ჩემი შეფასება. და არსებობს მეორე ვარიანტი, რომ შესაძლოა ჩვენ საქმე გვაქვს დაინტერესებასთან, თუ დაინტერესებასთან გვაქვს საქმე და ეს დადასტურდება, სწორედ ამას გულისხმობდი, მაშინ მოხდება ნამდვილად ღირებულებითი აცენა ჩემს თანაგუნდელებთან და ვერც ჩემს ადგილს ხედავ ამ გუნდში და ვერც ბევრი იმ ადამიანის, რომელიც თანაგუნდელად მიმაჩნია, გონია რომ ჩემი ღირებულებების მატარებლები არიან და ჩვენი ერთობლივი სურვილია ყველასი, რომ აქ მეტი სიცხადე იყოს და არაადეკვატურობა საზოგადოების ინტერესთან არ ჩამოყალიბდეს ჩვენში. ჩვენ საზოგადოების ნდობა გვაქვს ძალიან დიდი გქონდა, რომელიც შემცირდა, ამასაც პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ეს ხალხთა კომუნიკაცია მე მაქვს და ეხლა წინან ჩამოფრენილი არავინ არ ავარ, შემცირდა იმის ხალხზე, რომ სხვადასხვა ღირებულებების შესაბამისი ნაბიჯები ვერ დაინახეს ჩვენგან. საქართველოს ოცნება მაინც ყველაზე ეფექტური გუნდია. იყო არა ამის ერთ-ერთი შედარებითია ყველაფერი. ერთ-ერთი იმპულსი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობის შემცირებისა იყო თუ არა სარალიძის საქმე, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე თქვა რომ 90%-იანი სიზუსტით ეს საქმე არის გამოძიებული და პროტესტი, რომელიც ახლა თქვენი კაბინეტიდან რამდენიმე მეტრში არის ნაციონალური მოძრაობის აქცია. მე გავმიჯნავდი ახლა ამ თემას, მე ვიცი ბატონმა ირაკლის გამოსვლას უსმინე, ის თავისი შინაგანი რწმენით როგორც ხედავდა ამ კომისიის მუშაობას და ჩვენ კომისიის წევრებმა მართლაც ისეთი სიტყვებით დაგვარწმუნეს ახლა რომ მათ ნამდვილად ვერაფერი ვერ ნახეს, რასაც ისინი ამბობენ, ახლა ძნელი ამაში ეჭვი შეიპარო. ჩვენ შინაგანში შეგნით როდესაც გქონდა ეს საუბარი, მაგრამ ცხადი ახლა ჩვენ ვალდებული ვართ სარალიძის თვალითაც შევხედოთ ამ ყველაფერს და მან დასვა კიდევაც ასეთი შეკითხვა გუშინ. ეხლა აქ რო პოლიტიკური მდგენელი არის და პოლიტიკური ძალები ამის გამოყენებას იყრე, აქ მე მგონი შეკითხვაც არ არის და გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, რო არ გამოეყენებინა ვინმეს ესეთი მნიშვნელოვანი საქმე თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. თუმცა აქ საზოგადოება ისე კარგად იცნობს უკვე ყველას, რომ აქ შეკითხვები არ გაჩნდება ჩემი აზრით, მაგრამ
თვითონ საბოლოო ჯამში ეს პასუხი ამ ადამიანისათვის ძნელი მისაღებია ცხადია ეხლა რომ შენ თქვა რომ იცი რა მტკიცებულებების არარსებობის გამო ცხადია ჩვენ ციხეში არავინ არ უნდა გაუშვას მაგრამ სწორედ დასვა იმ ადამიანმა შეკითხვა რომ აი თქვენთან ეხლა წარმოიდგინეთ ჩემ ადგილას თქვენი თავი წარმოიდგინეთ და ამ პასუხს თუ მიიღებდით და იტყოდით რომ კარგი დიდი მადლობა გავიგე ყველაფერი და წავედი ეხლა სახლში ძნელია თქმა უნდა მისგან ამის თქმაც და ეს ძალიან დიდ გამოწვევად რჩება ეხლა ჩვენ იმედი უნდა გქონდეს იმ გადაწყვეტილების რომელიც კომისია მიიღო და დაავალა პროკურატურას რომ თუ რაიმე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება შეიძლება ეს მოპოვებული იქნას და მე მჯერა რომ აქ ისინი ეფექტურები იქნებიან თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩიხში შევდივართ და ამ ადამიანთან გამართული ისეთი პასუხი როდესაც ჩვენი სინდისის ჩინასე ბოლომდე მართალი ვიქნებით არა მარტო მტკიცებულებების დონეზე არამედ უბრალოდ მორალურად თუ ეს მტკიცებულებები არ დადასტურდება მაშინ მართლად გება საერთო პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ რომ ეხლა ჩვენ როგორ დავცილდებით ეხლა ერთმანეთს რომ საბოლოოდ სარაძეს ვეთქვით რომ უკაცრავად ეხლა ჩვენ გვესმის ყველაფერი მაგრამ რა ვქნათ ეხლა მტკიცებულებები ვერ ვიპოვეთ და აბა დავიშალეთ ეს ეხლა ნორმალურია არ არის ეს ნორმალური ეხლა პირდაპირ ვამბობ ნორმალური ნამდვილად არ არის თუმცა ყველა ის არგუმენტი მესმის მოლოდინში ვარ ამ გამოძიების და იმედია რომ ეს ყველაფერი მოიტანს იმ ლოგიკას რომელსაც თვითონ ეს ადამიანი გაიგებს მე სხვა ადამიანი აქ არ მაინტერესებს ამ ადამიანს უნდა გავაგებიო ჩვენ დანარჩენს დავანებოთ თავი ახლა იმათ ყოველს თავი დღის წესრიგი აქვს და ამ ადამიანს რომელსაც კიდე საგონებაზეა მე რომ უყურებ იმ ტკივილის გასტის შემდეგ რაც მან განიცადა ეხლა პრეტენზიები მისულად არის ნოლი თქვენი კოლეგები უმრავლესობიდან რომლებსაც სოციალურ ქსელში მე ვნახე რამდენიმე საკმაოდ ცინიკური პოსტი ქონდათ ზაზა სარალიძის აქციის მიმართ ასეთებიც შევნიშნე თქვენს კოლეგებს შორის საპარლამენტო უმრავლესობიდან მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის რომ იყავით დღის ამბების სტუმარი ბატონო რომან და ძალიან საინტერესო იყო თქვენი პოზიციის მოსმენა და ვფიქრობ რომ საინტერესო პროცესები გველის მათ შორის უმრავლესობის წევრებთან მიმართებაშიც და ის კითხვები რომლებსაც თქვენს ვაქვთ საინტერესო იქნება ამომწურავად იქნება თუ არა პასუხგაცემული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს უსმენდით დღის ამბებში 2 საათზე ახლა კი უკვე კიდევ ერთი თემა